გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვგსოვთ ქუდს. უნდა მოვგსოვოთ რეზინა 15 სანტიმეტრი, ვინც ნახეთ პირველი ვიდეო წინა და მოვგსოვეთ რეზინა 15 სანტიმეტრი, ხო? ახლა ჩვენ შევცვლით ჩხირებს, ნომრებს. ვგსოვდი 4 ნომერი ჩხირებით, აღარ გავიმეორებ, როგორც ნახეთ წინა პირველ ვიდეოში, ვისაც ქუდის მოგსოვა გინდათ წინა ვიდეოს გარეშე, ახლა ამას ვერ მოგსოვთ, ამიტომ ნახეთ წინა ვიდეო, იქ არის ყველაფერი ახსნილი. ჩვენ შევცვლით ახლა ჩხირებს და მოვგსოვთ უკვე მთლიანად ქუდს რეზინას შემდეგ 5 ნომერი ჩხირებით, 1 ნომრით უფრო დიდი ჩხირებით. აი ასე. ახლა ერთ რიგს მე მოვგსოვ ჩვეულებრივ. არ ვომატებ თვლებს, რადგან არ ვგსოვ მე ისეთ სქემას, რომ ნაქსოვი წაიღოს შიგით და დააპატარავოს და თანაც ამასთან ერთად შევცვალე მე ჩხირები და ვგსოვ უფრო სხვილი ჩხირებით, ამიტომ აქ ეხლა არ ვომატებ. ახლა ვნახოთ რა სქემას ვგსოვ ისაც. ერთ რიგს მთლიანად აი ასე რეზინადან გადავდივარ და ერთ რიგს შემოვგსოვ წაღმა. პირველი რიგი მოვგსოვე წაღმა. ახლა 1, 2, 3 წაღმა თვალი მოვგსოვე. 1 თვალი გადამყავს, ძაბს შიგით ვტოვებ. 1, 2, 3 წაღმა თვალი მოვგსოვე. 1 თვალი გადამყავს, ძაბს შიგით ვტოვებ. ესე იგი ამ თვალს არ ვგსოვ. 3 წაღმა თვალი. 1 თვალი არ იგსოვება, ძაფი აუცილებლად შიგნიდან ვტოვებთ. 1, 2, 3 წაღმა თვალი. 1 თვალი არ იგსოვება, ძაფს შიგნიდან ვტოვებთ. შემდეგი მეორე რიგი სულ ასე მოიგსოვება. აღარ დავთვალი ახლა 1, 2, 3. შემდეგი არ იგსოვება, ძაფი შიგნიდან დატოვეთ აუცილებლად. 1, 2, 3 თვალი. აი ასე. 1, 2, 3 თვალი. აი ასე დატოვეთ 1 თვალი. ყოველი 3 თვალის შემდეგ 1 თვალი არ მოგსოვოთ და ძაფი დატოვეთ შიგნიდან. მთლიან მეორე რიგს მთლიანად ასე მოგსოვთ. 1, 2, 3 წაღმა თვალი. 1 თვალი არ იგსოვება, ძაბს ტოვებ შიგნით.
მგონი 3-3-ია. სქემა, აი ეს არის დასაწყისი დასასრული რიგის, ხო სქემა აუცილებლად უნდა დაამტყიოთ თვლები ყოველთვის, რასაც აკეთებთ, ან უმატეთ, ან უკლეთ, არ ვიცი, ახლა აქ ზუსტად მოვიდა, ზუსტად დაემთხვა თვლები, ძალიან კარგი. რომ მთლიანად ირგვლივ ერთნაირი მთლიანი სქემით მოგხსოვოთ და აქ რაღაც მიწებებულები არ გამოგივიდეს. აი რას გულისხმობ? ხო ავაწყვეთ ასე 3 წაღმართვალი 1 არ იქცევა, 3 წაღმართვალი 1 არ იქცევა და მოვედით აი 3 წაღმართვალი იყო დასაწყისში და დასასრულშიც 1 თვალი არ მოიქცევა, ზუსტად გამოვიდა სქემა. შემდეგი მესამე რიგი ვგზავთ 1 2 3 წაღმართვალი, ეს თვალი ისევ ის თვალი არ იქცევა. მესამე რიგს ვგზავთ. 3 წაღმართვალი, ეს თვალი ისევ არ იქცევა. სამი წაღმართვალი, ეს თვალი ისევ არ იქცევა. შემდეგი ძაფი აუცილებლად ვტოვებთ შიგნიდან, გარედან არ გვჭირდება, არ უნდა ჩანდეს. სამი წაღმართვალი და შემდეგი თვალი არ იქცევა, ისევ ის, რომელსაც ვტოვებდით მეორე რიგზე. ორი, 3 და ეს თვალი არ იქცევა. მესამე რიგი მოვგზავნეთ, სქემას ვგზავნთ ახლა ჩვენ. ვგზავნთ მეოთხე რიგს. მეოთხე რიგს ვგზავნთ წაღმა და უკუღმა. 1 წაღმა, აი როგორ 1 წაღმა, 1 უკუღმა, 1 წაღმა, 1 უკუღმა. სულ ასე იქცევა მეოთხე რიგი, ისე რომ აი ეს თვალი, რომელიც არ იქცევებოდა, უნდა დარჩეს წაღმა, აუცილებლად. ამიტომ გადავთვალოთ, ეს აუცილებლად წაღმა უნდა იყოს, უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ესე იგი ეს თვალი უკუღმა უნდა ამოვიყვანოთ.
თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, აუცილებლად წაღმა უნდა მოვგსოვოთ. ასე ავაწყოთ ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა ამ რიგზე. აი თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა ორი რიგი, აუცილებლად წაღმა უნდა მოიქსოვოს. დანარჩენი ვგსოვთ სულ ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა მთლიანად რიგს. და ეს თვალი ყოველთვის წაღმა იქსოვება. თავიდან რომ დათვლით და ააწყობთ წაღმა უკუღმას ისე რომ დატოვებული თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, წაღმა მოგსოვოს, შემდეგ მთლიანად ყველა თვალი ასე მოხვდება, ასე მოიქსოვება. მოვგსოვეთ ეს რიგი და სქემა დამთავრდა. მეოთხე რიგი მოიქსოვა. ვიწყებთ მეხუთე რიგს და თავიდან ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. ამ რიგზე ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. ერთი რიგი ვგსოვოთ სულ წაღმა. სქემა იყო 4 რიგი და დამთავრდა. ახლა ერთი რიგი მოვგსოვოთ წაღმა მხოლოდ. ერთი რიგი მოვგსოვეთ წაღმა, მეგობრებო. სქემას ვიწყებთ თავიდან. ახლა დააკვირდით. ჩვენ გვგსოვდით 3 თვალს და შემდეგ ერთ თვალს ვტოვებდით. ახლა უნდა გადავიტანოთ ეს. ამ 3 თვალიდან შუა თვალი უნდა დავტოვოთ და დანარჩენი 3 თვალი ისე მოვგსოვოთ. აი აქ ჩვეულებრივ და თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა წინა სქემის დროს, შუაზე აი აქ მოხდება. ესე იგი, ჯვარედინად გადაგვაქვს, ხო ეს? ეხლა ამ თვალს დავტოვებთ. ამ 3 თვალს მოვგსოვთ. ამ 3 თვალს ვგსოვდით, ამ თვალს ვტოვებდით, ხო? ახლა ამ თვალს მოვგსოვთ, ამ 3 თვალს დავტოვებთ, შემდეგ არ მოვგსოვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მგონი მიმეხვდეთ, აი ახლა დავიწყოთ. ერთი თვალი მოვგსოვე, რადგან ახლა უკვე აი აქ ხვდება, რომ არ უნდა მოვგსოვოთ, ძაბს ვტოვებთ შიგნით. 1 2 3 წაღმა თვალი, შემდეგ თვალს არ ვგსოვ, ძაბს ვტოვებ შიგნით. 1 2 3 წაღმა თვალი, შემდეგ თვალს არ ვგსოვ. ერთი, ორი, 3 თვალი, შემდეგ თვალს არ ვგსოვ. და დააკვირდით, აი ამ 3 თვალის შუა ხვდება ის თვალი, რომელიც წინა სქემაში ვტოვებდით. ახლა ამ თვალს ვტოვებთ. 1 2 3 თვალი, შემდეგ თვალს არ ვგსოვთ. აი სად ხვდება ის თვალი?
ყოველი 3 თვალის შემდეგ ერთ თვალს ვტოვებთ და არ ვგსოვთ. რაღაცა შემეშალა. ლაპარაკობდა, დამავიწყდა და მეთვალა. 1, 2, 3. ამ თვალს არ ვგსოვთ. 1, 2, 3. ამ თვალს არ ვგსოვთ. ჩვენ მოვგსოვეთ მეორე რიგის სქემის. თავიდან დავიწყეთ სქემა, ხო? აი ზუსტად ხდება სქემა. აქ 1 თვალი მოვგსოვეთ, აქ 2 და ჩვეულებრივად სქემა ერთმანეთს ებმის. მესამე რიგის სქემის და იგივეს ვიმეორებთ, ხო? 1, 2, 3 არ იქსოვება შემდეგი თვალი. 1, 2, 3 წაღმა თვალი, იგივე თვალი არ იქსოვება. 3 იგივე თვალი არ იქსოვება. ერთი, 2, 3 ისევის თვალი არ იქსოვება. აუცილებლად ძაფი შიგით მხარეს დატოვეთ. ეს არის მესამე რიგი. მეოთხე რიგს ვგსოვთ და მეოთხე რიგი ჩვენ ვიცით, რომ ისე უნდა მოვგსოვოთ, რომ თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, უნდა მოიქსოვოს წაღმა. ისე უნდა ავაწყოთ წაღმა და უკუღმა. მეოთხე რიგი იქსოვება წაღმა და უკუღმა და ისე უნდა ავაწყოთ წაღმა უკუღმა თვლების თანმიმდევრობა, რომ თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, უნდა დარჩეს წაღმა, მოიქსოვოს. აი ეს თვალია არ იქსოვებოდა წაღმა. შემდეგი წაღმა უკუღმა და
თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, აუცილებლად წაღმა, ისე ააწყვეთ ამ რიგზე წაღმა უკუღმა თვლები. ყველა თვალი, რომელიც არ იქსოვებოდა, მოიქსოვება ახლა წაღმა. თითო წაღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ეს რიგი ასე მოგხსოვეთ. მეოთხე რიგი დამთავრდა და სქემაც დამთავრდა. შეხედეთ მეგობრებო, ახლა სქემას ვიწყებთ თავიდან, შემდეგი რიგი იქნება სულ წაღმა ერთი რიგი. ნახეთ, შევცვალეთ, ხო, ეს იყო რომ არ იქსოვებოდა წინა სქემაში, შემდეგ სქემაში ეს იყო რომ არ იქსოვებოდა, ახლა ერთ რიგს მთლიანად წაღმა რომ მოვხსოვთ, შემდეგ ისევ ამ თვალს დავტოვებთ რომ არ იქსოვება და შუა სამი თვალი წაღმა მოიქსოვება ისე რომ ახლა ეს შუაში მოხდება ამ სამ თვალში. აი ეს თვალი დარჩება, შესაბამისად ეს თვალი დარჩება, ეს სამი თვალი იქსოვება და ასე შემდეგ. ახლა ნახეთ, ჩვენ ხო შევცვალეთ ჩხირები, ერთი ზომით უფრო დიდი ჩხირებით დავიწყეთ ქსოვა, დავაყენეთ სქემა და ნახეთ რამდენად გაიწია უკვე. ქუდმა, აი რეზინასთან შედარებით. ახლა გავაგრძელებთ და მოვხსოვთ ამ სქემას მთლიანად. რამ ხელაც გჭირდება ქუდი, რა თქმა უნდა, ვინმე მოგხსოვს, ახლა ერთ რიგს გხსოვს სულ წაღმა. ვინმე მოგხსოვს ამ ზომის, ვინმე უფრო დიდს, ვინმე უფრო პატარას. ვის რა ზომა გჭირდება და გვაქვს დაწყებული, მოვხსოვოთ და შემდეგ მივალთ დახურვამდეც. სქემა კი ვიწყებთ ახლა ისევ თავიდან, პირველ რიგს ვგსოვს სულ წაღმა. ოთხი რიგია სულ ეს სქემა. პირველი რიგი არის სულ წაღმა. შემდეგი ორი სქემა სამი თვალი იქსოვება და ერთი რჩება, ორი რიგი უკაცრავად, შემდეგი ორი რიგი.
და მეოთხე რიგი იქნება წაღმა უკუღმა. ამ სქემით ყველაფერი შეგიძლიათ მოგხსოვოთ, ყველანაირ ჩასაცმელს უხდება. პირველი რიგი მოვგსოვეთ, სქემა დავიწყეთ თავიდან. ახლა ისევ გადავიტანთ თვლებს. 1 2 3 აი ამ თვალს არ ვგსოვდით, ამ თვალს არ ვგსოვდით, ეს სამი თვალი იგსოვებოდა. წინა სქემიდან, რომელიც არ იგსოვებოდა, ახლა იმ თვალს ვტოვებთ. ამ სამ თვალს მოვგსოვთ, ეს დარჩება. შემდეგ ისევ გადავიტანთ, შემდეგ ისევ და შახმატურად რომ ამბობენ, აი ისეთი ნაკსოვი გამოგვივა. ისე გადაადგილდება ეს თვლების სქემაზე. აი, ქვედა თვალი რჩება, ახლა ისევ ქვედა სქემიდან რო იყო დატოვებული. აი, ეს სამი თვალი იგსოვება უკვე და აი აქედან ეს რჩება, აქედან ეს რჩება. არ იგსოვება სამი წაღმა თვალი, ეს არ იგსოვება და ასე შემდეგ. ახლა ეს მოვგსოვოთ ჩვენ. აი რაზომაც გვჭირდება, ვის რაზომა გაქვთ დაწყებული, იმის მიხედვით. მოვგსოვეთ მეგობრებო, სასურველი ზომა რეზინიდან ქუდი, აი სქემა გამოდის ასეთი. ახლა ვნახოთ რეზინა არის 15 სანტიმეტრი, 14.5 დაახლოებით. რეზინას შემდეგ ქუდი არის 18 სანტიმეტრი. ახლა ჩვენ უნდა ვუკლოთ და დავხუროთ მთლიანად ქუდი და დაახლოებით გამოვა სადღაც 20 სანტიმეტრი აქედან. აი, ასეთი სტილის ქუდს გსოვთ ხო, დაახლოებით და აი ზუსტად ესაც მაგ ზომებში უნდა იყოს. იგივეა, აქედან ვნახოთ და მთლიანად რო დავხურავთ ქუდს, დაახლოებით 20 სანტიმეტრი გამოვა. ეს არის ბავშვის ქუდი, რასაც გსოვთ ჩვენ. და ახლა როგორ დავხუროთ ეს? სქემის დროს მით უმეტეს. ახლა აი აქ დააკვირდით, სქემა და უნდა დასვა ზუსტად თვლები რომ უკლო, მაგრამ მე არ ვუკლებ აი სულ ბოლომდე რომ 8, 10, 12 თვალი დარჩეს და მთლიანად ბოლომდე ჩავყვანო ის თვლები და ისე დავხურო შემდეგ. ყოველთვის აი ვტოვებ აი ასე
ერთდროულად თვლების შეყრას, რომ აი ასეთი გამოვიდეს და არა ის მოსრიალებული რა, როგორ თქვა, არ ვიცი თავს. ერთი სიტყვით მგონი გამიგეთ, რაც თქვი. ახლა მოდი ეს თანდათან ვუკლოთ ჩვენ და როგორ გამოვიყვანოთ. ეს ჭხირებიც უნდა შევცვალოთ, თორე აქ კამერასთან ასე დიდი ჭხირებით ვერ ვიმუშავებ. ჭირდება პატარა. ესეც 5-ია მე მგონი. ხო, 5 ნომერია. შევცვლი მე. თორე თვალები რომ მოგვაკლდება, დიდი ჭხირებით აქ მუშაობა ცოტა რთულია. ესენი ძალიან პაწუკებია, მაგრამ ამისთვის აქ მოხერხებულია. ახლა სქემა ვიცით, ხო? ახსენით, მოვგსოვეთ, აბა როგორ მოვედით აქამდე, არა? ახლა ნახეთ, ვინც ამ სქემით მოგსოვს ქუდს და როგორ დავხუროთ სქემაზე. ახლა მე აი აქ უნდა დავტოვო თვალი, 3 თვალს ვგსოვთ და წაღმა და 1 თვალს ვტოვებთ, ხო? ეს 3 თვალი უნდა მოვგსოვო. ახლა 1 თვალს ვუკლებ მე აქ. მოვგსოვ, ეს თვალი ხო უნდა დავტოვო. არ ვგსოვთ, ხო? შემდეგ ვუკლებ. არ ვგსოვ, შემდეგ აი ამ თვლებს ასე შევატრიალებ და ასე ვუკლებ. ნახსოვიც ლამაზი გამოგვივიდეს. 1 თვალს ვგსოვ. ეს თვალია, რომელიც უნდა დავტოვო და არ ვგსოვ. შემდეგ ვუკლებ, 3 თვალს ვგსოვთ ჩვენ აქ. ახლა 2 თვალს ვუკლებ, პირველ 2 თვალს, შემდეგ თვალს მოვგსოვ, შემდეგ თვალს არ ვგსოვთ, აი ამ თვალს. შემდეგ ამ 3 თვალიდან 1-ს ვუკლებ, ვგსოვ, ამ თვალს არ ვგსოვთ. ამ პირველ 2 თვალს ვატრიალებ და ვუკლებ, შემდეგ თვალს ვგსოვთ, ამ თვალს არ ვგსოვთ. მიხვდით, რომ ხო სქემას ვაკეთებ ისევ, რომ აქ არ აირიოს ყველაფერი და შემდეგ ნაქსოვი ულამაზოდ არ გამოჩნდეს, სქემას ვაკეთებ, მაგრამ თუ იყოს 3 თვალი იქსოვებოდა, შუა ამ თვლებს შორის, რომელსაც ვტოვებთ, ახლა რჩება 2 თვალი. სამი თვალი, რომელიც წაღმა იქსოვება, 1 თვალს ვუკლებ, ვგსოვ, ამ თვალს არ ვგსოვ.
ამ ორ თვალს ვატრიალებ და ვუკლებ, შემდეგ თვალს ჩვეულებრივ ვგსოვ, ამ თვალს არ ვგსოვთ. გვრჩება ორ-ორი თვალი. ამ თვალს არ გვგსოვთ, შემდეგ სამი თვალიდან ერთს ვუკლებთ, ერთს ვგსოვთ, ორი თვალი გვრჩება, ამ თვალს არ ვგსოვთ. ორ თვალს ვატრიალებთ და ვუკლებთ, შემდეგ თვალს ვგსოვ, შემდეგ თვალს არ ვგსოვ. ყოველი გამოტოვებული თვალის შემდეგ ვუკლებთ და სამი წაღმართვალიდან, საქსოვი სამი წაღმართვალიდან გვრჩება ორ-ორი თვალი. მთლიანად გადავანაწილეთ ყველა თვალზე კლება, ირგვლივ, ერთ ადგილას ვერ უκლებთ, ხო? გამოგვივიდეს ლამაზად. გავანაწილეთ და ვუკლეთ. ახლა მე მაინტერესებს, წეღანაც ვთქვი, მე აქ არ მინდა ბევრი თვლების კლება, ისე უნდა დავხურო, რომ აქ ძალიან ბევრიც არ დამრჩეს, რომ შემდეგ აი ესეთი ის არ გაიკეთოს, აი აქ რკალი. იმდენი უნდა ვუკლო, რომ მხოლოდ დავხურო. ახლა ამ შემთხვევაში მე ასე ვაკეთებ, არსებობს ძალიან ბევრნაირად, როგორც მოისურვებთ და თქვენი გემოვნების მიხედვით, როგორც გენდომებათ, ისე გააკეთებთ დახურვას. ახლა სად ვართ ჩვენ? ეს თვალია, რომელიც არ იგვგსოვებოდა. ახლა ნახეთ, რას გავაკეთებ მე. აქ ერთი თვალი რომ ვუკლო კიდე, რას იზამ, რას იქავს, რა გამოვა, ეს არ იგვგსოვება.
ამ შემთხვევაში ორ თვალს მოვგსო. ეს არის ქსოვება. 1, 2, ეს როგორც გვაქვს დატოვებული, ახლა ასე ვგსოვთ. ეს იქითკე უნდა შებრუნდეს და გარეთ არ უნდა დარჩეს. 1, 2 თვალი გვაქვს დარჩენილი, ამ თვალს არ ვგსოვთ. ახლა 3 თვალის მაგივრად 3 წაღმა თვალს რო ვგსოვდით, დარჩენილი გვაქვს 2 თვალი მხოლოდ. 1, 2 და ამ თვალს არ ვგსოვთ. 1, 2 და ამ თვალს არ ვგსოვთ. ახლა ერთ რიგს მთლიანად ასე შემოვალებ, რომ თვლები ძალიან არ მოჭიმოს და შემდეგ ცუდად არ გამოჩნდეს. მერე ვნახოთ, რას მოითხოვს. მერე როცა გსოვ უკვე და ბევრ რამეს გსოვ, სქემებს გსოვ, მერე უკვე რასაც გსოვ, თვითონ გიჩვენებს ის, როგორ მოუხდება, როგორი უკეთესი გამოვა. აკვირდები ნაქსოვს და როგორ მოითხოვს, ისე გააკეთებ. ახლა ეს ამ სქემით ქუდი მე არ მომიგსოვია, ახლა ვგსოვ და აი ვფიქრობ, რომ ასე გამოვა უკეთესი, ასე უფრო ლამაზი გამოვა. აბა ვნახოთ როგორი გამოვა. ეს ერთი რიგი ახლა შემოვატარე, იმიტომ რომ აი რო ვუკლეთ იქ და შემდეგ კიდე რო გვეკლო, ხო? ცუდად არ დარჩენილი იყო, სქემაც ხო უნდა გამოჩნდეს, აქ ჩვენ სქემაც ხო გავაკეთეთ, არა? კიდე. და ეს სქემა უნდა მივიტანოთ, ეს ნაქსოვი, ეს სახე მთლიანად ბოლომდე ისე უნდა დავხუროთ. ვნახოთ რა გამოგვიყვება. კიდე რას მოითხოვს ნაქსოვი და საქსოვი. აი დააკვირდით ახლა, მე რო ეს თვლები ასე დავხურო, კიდე მრჩება, ბევრი თვლებია და ვერ მიდის ახლოს, არადა მინდა რომ აი ესეთი ისინი დარჩეს, აი აქ ასე. და ამ შემთხვევაში ბევრი თვლები გჭირდება ასე რომ დარჩეს. ესე იგი კიდე გჭირდება კლება. ვერ ყოფნის კლება. კიდე უნდა უკლოთ, რომ ბევრი თვლებია ჯერ კიდე და არ მიდის ერთმანეთთან ნაქსოვი. ახლა ჩვენ უნდა მოვგსოვოთ წაღმა უკუღმა და თვალი რომელსაც არ გსოვდით, აუცილებლად წაღმა იქნება. აი ახლა მე კიდევ ვუკლებ და უკუღმა მოვიყვან ორ თვალს. ეს თვალი აუცილებლად წაღმა იქნება. ორი თვალი რო დაგვრჩათ ამ თვლებს შორის, უკუღმა მოვიყვან. უნდა მოვგსოვო წაღმა უკუღმა, ხო? აი ასე. გამოვიდა რომ ახლა ამ რიგზე მე ვგსოვ ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ხო? თან არ მინდა რომ ძალიან ბევრი თვლები მოვაკლო. ნახოთ.
როცა სქემით გსოვთ ქუდებს, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად ის სქემა უნდა მიაყოლოთ ბოლომდე, თვლების დახურვამდე. რომ ლამაზი გამოვიდეს და სადღაცა გზაში არ მიატოვოთ და შემდეგ რა უნდა მოგსოვოთ, რაღაც სხვა არ გამოგივიდეთ. ამიტომ სქემა ყოველთვის აი თვლების კლების დროსაც კი მიიტანეთ ბოლომდე. სქემა ისევ აი გამოვიდა, დაჭდა, თვლებიც საკმაოდ მოვაკელით, ამას მე მეც აღარ მოვაკლებ, იმიტომ რომ ძალიან აი ასეთი მინდა რომ გამოვიდეს, აი. ახლა საკმარისია. ეს ძაფი მაქვს, ხო? აი ეს ძაფი. ახლა აქ არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩნდება, ამიტომ მოდი ამას მე შემოვატრიალებ. აი ასე. ეს ძაფი ხო მაქვს, რომლითაც ვგსოვდი. აი ასე დავტოვებ რაღაცა სიგრძეს, აი დააკვირდით. ახლა ნახეთ, ეს ძაფი აქ დარჩა, ხო? სამაგიეროდ მოვკეცე, აი რა დავტოვე. და აქედან ვიწყებ თვლების გადაყვანას. მოვახვიე. ის ძაფი მოვახვიე ჭხირზე და გადავიყვან ზედ თვლებს. რასაც გსოვდი, ის აქ არის, დარჩა ის. აი ორმაგზე მინდა გადავიყვანო, აი ასე. ასე არა, აი ასე, ამიტომ აი ეს ხო დავტოვე აქ. ახლა ეს რომლის საიდანაც გსოვდი და აი ეს. ნახე, ორი შემრჩა. ახლა თვლებს გადავიყვან ამ ძაფს. მიხვდით ხო რა გავაკეთე, აი მინდა რომ ორმაგი იყოს ეს ძაფი. აქ დავტოვე რაოდენობა, მოვკეცე და ახლა ამ ორ გადამყავს ყველა თვალი აი აქ მოვალ. ყველა თვალს გადავიყვან ამ ძაფზე, აი ასე. ყველა თვალი გადავიყვანე. გამოვწევ აქეთ ცოტა. ეს მე აღარ მჭირდება. შემოვუარე ირგვლივ და ყველა თვალი გადავიყვანეთ ძაფზე.
თქვენ შეგიძლიათ ნემსზე აიღოთ, თუ ასე რთული იქნება და ნემსით გადაიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ძაფი იყოს აი ასე ორმაგი. მაინც დაცული იყოთ ყველა შემთხვევისგან. ამ ზედმეტებს შემდეგ წააჭრით, წამოაჭრით. მე ცოტა ხანი კიდე მჭირდება, იმიტომ რომ შემდეგ ბურთი უნდა ბავშვს და ბურთი უნდა დაუკერო, ამით დაუმაგრო ამ ძაფებით. აი, შეხედეთ, აი ასეთი მინდოდა ზუსტად. ამიტომ ბოლომდე 5-10 თვალი რო დაგრჩეს, იქამდე არ უკლო სულ ბოლომდე. უნდა დატოვო რაც შეიძლება მეტი, მაგრამ ისე რომ აი რაც ბევრი იყო, ნახეთ რომ არ მივიდა ეს ერთმანეთთან, ხო, ვერ უკლეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვლები იყო. დავიყვანე იმ რაოდენობამდე, რომ აი ასე შეძლებულიყო ამისი შეკვრა, ხო? დამაგრება. აი ახლა გამოვიდა აი ასეთი. ესაც ჩვენი ქუდი. ახლა აქ დავამაგრებ ბურთებს. მოვგსოვეთ იგივე სტილის. აი ასე. გამოვა გოგონებისთვის ძალიან ლამაზი ქუდები. ძალიან ბევრნაირი და უამრავი არსებობს და ქუდის სქემაც, ქუდის დახურვის წესიც, რეზინაც და ბევრნაირი და ბევრნაირი, რა ვიცი, ახლა 1000-ნაირი მოდელის და სტილის იქსოვება. იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო, წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.